დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დავიწყოთ იმით, თუ რა იყო თქვენი როლი სტრუქტურაში, რადგან ჩვენ ნახეთ განცხადება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, რომ სადაც მან ასე ვთქვათ შეამცირა თქვენი როლი და შარლატანიც კი გიწოდათ. რას უკაცხრებდით ამას და რა იყო რეალურად თქვენი როლი? ზოგადად პრემიერ-მინისტრის და არა მარტო პრემიერ-მინისტრის მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ძალიან ხშირად ხდება დამაკნინებელი განცხადებები იმის გამო, რომ დააგდონ ის ხარისხი ზოგადად რაც არსებობს. მე ვერ შევედრები იმასთან, როგორც არის მაგალითად ევროკავშირის განცხადებები, ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებები, კონგრესმენის განცხადებები, რომელიც ძალიან აქტიურად მხარს უჭერს, ხო? ეს არის საზოგადოებისთვის, კარგად შეფუთული მესიჯები, რომ არაფერს, არავისას, არაფერს ფასი არ აქვს. მათ შორის ჩემ შემთხვევაშიც ბუნებრივია ახლა როგორ კობახიძემ გააკეთა ის განცხადება, რაც დაუწერეს, რაც აქვთ მათ ნარატივი, რომ თქვან, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი არავინ არ იყო, არაფერი პასუხისმგებლობა. ვნახეთ ძალადობის ფაქტები გასულ კვირას ამ კვირაში საქართველოში ვიხილეთ პოლიციელების და მათ შორის სპეცრაზმის მხრიდანაც ძალის გამოყენება დაკავებული პირების და ეს კამერაზე იყო თუ აქამდე ეს კადრები საჯაროდ არ ჰქონდა ნანახი, ვნახეთ მსგავსი შემთხვევები თბილისში გამართულ აქციაზე. აქ კითხვა ჩდება შემდეგნაირი. არის თუ არა პოლიტიკური ნიშნით შერჩევა ამ ადამიანების, ვინც უკვე ამ დეპარტამენტებში, ვინც უკვე არის პოლიციაში იქნება თუ ამ სპეციალურ ჯგუფებში ხდება მათი პოლიტიკურად შერჩევა თუ არა? კი, იცით როგორ არის, მაღალი თანამდებობის პირებში, აქ არ არის საუბარი დეპარტამენტის დირექტორებზე, ბუნებრივია დეპარტამენტის დირექტორები არიან მათი ნდობით და ბუნებრივია პოლიტიკური ნიშნით შერჩეული თანამდებობები, მანდ არ არის ასე ვთქვათ რაიმე კრიტერიუმი, განათლება, გამოცდილება, რაღაც ბექგრაუნდი, არა, უბრალოდ ის ადამიანი მათთვის რაღაცას არ მოადგენს. უკვე ის ადამიანები დეპარტამენტებში მთავარი სამმართველოს, მათ შორის განყოფილების უფროსის დონეზეც კი უკვე ნიშნავენ მათი ნდობით აღჭურვილ პირებს. ეს ადამიანები, იგივენაირად, ამ ადამიანების დანიშვნაც არანაირ კრიტერიუმებში არ ჯდება. მე ვსაუბრობ პოლიციაზე და სპეცრაზმზე. იმ ადამიანებზე, რომლებიც როგორც ჩანს, გარკვეული აგრესიით გამოირჩევიან დემონსტრანტების წინააღმდეგ. მათი შერჩევა როგორ ხდება? პირადად ახლა მაგალითად რო ავიღოთ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თქვენ რასაც უყურებთ კადრებში, განსაკუთრებით გუშინდელი მოვლენები თბილისის მოლთან განვითარებული. იქ კი ჩანდა რაღაცა ნაწილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციაც, მაგრამ უმრავლესობა იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. სამი განსხვავებული ფორმა აქვთ მათ, ერთი მულტიკამის ფორმები აცვიათ, არის შავი ფორმები, აქვთ განმასხვავებელი ნიშნები, ის გონიათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ ყველაზე ჰუმანურები საბედნიეროდ გუშინდელ მოვლენებში მხოლოდ საპატრულო პოლიცია, რო არა საპატრულო პოლიცია, რომელიც რაღაცა დოზით ანეიტრალებდა სიტუაციას, შესაძლოა კიდევ უფრო რთული შედეგები მიგვეღო. ესენი არიან, ასე ვთქვათ, გედედეს თანამშრომლები და ხარაზიშვილის ნდობით აღჭურვილი პირებით დაკომპლექტებული დანაყოფები, რომლებიც ისინი მართავენ. უშუალო დონეზე ახლა რიგითი თანამშრომელი, ხო? იქ ვინც არის რიგითი თანამშრომელი ესეთი აგრესიით, რაც კადრებში ჩანს, ეგ რიგითი თანამშრომლები არ ჩანან. ყველა დამიჯერეთ არის ან სამმართველოს უფროსი, ან სამმართველოს უფროსის მოადგილე, ან განყოფილების უფროსი. აი კადრები რო არის დაუშვათ რომ მიდის მანქანად და კიმჩენის რო დაყვებიან მორბენალი მცველები, ესე ხო დაყვებიან, ხო გაქვთ ნანახი ეგ ცოცხალი ძალა როგორ დასდევს ხარაზიშვის, ეგენი არ არიან რიგითი თანამშრომლები, ყველა თანამდებობის პირები. და შერჩევის დროს პოლიტიკური ნიშნით არჩევენ თუ რა იწვევს ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ პოლიციის ამ ნაწილში მსგავს აგრესიას. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ინდივიდუალურია, ეს ვერტიკალს უკავშირდება რა განაპირობებს? ეს ვერტიკალში მოდის ეს აგრესია, ეს არ არის დაუშვათ პირადად ხარაზიშვილის გადაწყვეტილება, ხვდებით? რომ შეიძლება ის იყოს აგრესიული, მაგრამ მას თუ არ აქვს კონკრეტული მითითება და ასე ვთქვათ ჩარჩოები, მწვანე შუქი, რომ go ahead რა, წადი ესე გააკეთე, ის არ აიღებს. არ ვიცი თქვენ თუ გაქვთ ნანახი, მე მგონი მაისის აქციები იყო შარშანდელი, პირველად რუსული კანონი რომ მიიღეს
ხო, შარშანდელი იყო. ხო, შარშანწინდელი კი. ანუ იქ რაღაც ერთ კონკრეტულ დღეს, ანუ გედედე გადავიდა, ძალიან გადაამლაშა მოკლედ. და მაშინ კიდე რაღაც კონტროლის მექანიზმები არსებობდა და მაშინ უსაყვედურეს ხარაზიშვილს და გაიბუტა. საერთოდ ორი დღე ამოცანაში არ ერთვებოდა. ანუ სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს სისტემა. ეს არ არის სისტემა, რომელიც დაწერილი კანონების შესაბამისად, ჩარჩოების შესაბამისად მოქმედებს. იქ ადგილზე ხდება, ანუ აქვს კონკრეტული მითითება, რომ დაუშვათ აქცია დაარბიე. აი პირდაპირ დაარბიე. ანუ ეს მერე მიდის უკვე ჩაშლა მესიჯების, რომ იქდგანა ჩვენი ქვეყნის მტრები. იმიტომ არის, ანუ ქალი, კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა, ანუ გარჩევა რო არ ხდება. ანუ ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ იქდგანან შენი ქვეყნის მტრები. იქდგანან LGBT თემის არომადგენლები, იქდგანან ამერიკის აგენტები, ვიღაცის აგენტები ხდებით და ანუ პირდაპირ უნდა მივიდეთ და ასე ვთქვათ, უშვერი სიტყვებით ამათ ეს უნდა უქნათ. ანუ მიდიან და პირდაპირ ხდება ძალადობა, ხდებით, ანუ აგრესია მიდის. როდესაც ხდება მსგავსი ძალადობის შემთხვევები, ამ შემთხვევაში ჩდება კითხვა არის თუ არა დავალება გაცემული, რომ არავინ არ დაისჯება, თუნდაც ჩვენ ვიცით, რომ არავინ არ დასჯილა აქამდე ესეც ქმნის გარკვეულწილად განცდას, რომ დაუსჯელობის განცდას, თუმცა ამ შემთხვევაში ვერტიკალში როგორ ხდება? მწვანე შუქს უნთებენ და ვინ უნთებს ამ მწვანე შუქს? თუ არა, თუ ეს არის ცალკეული გადაცნობის შემთხვევა. მე გულწრფელად რო გითხრათ, ანუ მე ვერ ვიტყვი რომ ან მინისტრისგან, ან მინისტრის მოადგილესგან, ან მომისმენია, ან შევსწრები რა ფაქტს, რომ იმათ ეთქვათ, მაგრამ დეპარტამენტში ზუსტად ვიცი, რომ ხარაზიშვილს აქვს ძალიან აუგად მოხსენებული კაციტაცე, რომ მაგან როგორ უნდა დაიბაროს ჩემი თანამშრომელი. ან მაგან როგორ უნდა დაკითხოს და არა მარტო ეგ, ნებისმიერ სხვას. ანუ შიდა სამზარეულოში თვითონ თავიანთ წევრებსაც კი აგინებენ სამწუხაროდ. და რაც შეეხება, ანუ კითხვაზე არ გიპასუხეთ, ოღონდ პოლიტიკური დავალება მოდის თუ აი ზვიად ხარებაშვილის დონეზე წყდება? არა, ეს ბუნებრივია, ანუ პოლიტიკური არის, ხვდებით, ანუ ეს ზემოდან მოდის, ახლა როგორ ფიქრობთ, ანუ ხარაზიშვილს ვინ მისცემს მაგის უფლებას თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. ხარაზიშვილი არის კონკრეტული ბრძანებების შემსრულებელი. ხარაზიშვილს არავინ არ შეეკითხება და არავინ არ კითხავს, რომ შენ ესე ზემოდან ეუბნებიან, რომ აი ეს არის შენი ჩარჩოები და აქ ესე იმოქმედე. ამის გარანტიას გაძლევთ, всё, ან არის ვარიანტები და არის საკითხები და ყოფილა საკითხები, როდესაც პირიქით ამას დაურეკიან მინისტრისთვის და უთქვია, რომ ესე უნდა გაკეთდეს და всё და ან რაღაცა პატარა ბავშვი თუ გაჯიუტდება, ყველაფერი უნდა შეუსრულონ. ხო, აი ამაზე ჩდება კითხვა, რამდენად არის ის კონტროლის ქვეშ, თქვათ, გომელაურის, თუ არ არის, თუ ცალკე დამოუკიდებლად მოქმედებს, თუ ვის კონტროლის ქვეშ არის ამ შემთხვევაში. ნახეთ, რომ შეერთებულმა შტატებმა ის დაასანქცია, უკვე სანქციების ქვეშ არის, გუშინ ვიხილეთ აქციაზე, ასევე მისი მხრიდანაც იყო როგორც ჩანს ცნობებით, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ძალადობის ფაქტი. დადასტურებული არის ეს კადრებში. და ხო, მოქმედებს ის გარკვეულწილად არის მას აქვს თუ არა მასზე კონტროლი თუ დამოუკიდებლად მოქმედებს. აი ამაზე ცალსახე პასუხს ვერ გაგცემთ, რომ ეს შეიძლება პირდაპირ გომელაურს ემორჩილებოდეს. ბუნებრივია გომელაურის მიმართ ამას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა და უპირობო მორჩილება, მაგრამ ზოგადი ხელწერა მთავრობის მართვის რაც აქვს ივანიშვილს, ის არავის არ ენდობა. დარწმუნებული ვარ არ ენდობა არც გომელაურს და ყოველთვის ეყოლება გადამზღვევი ვიღაც ვინც დაუშვათ უპირობოდ შეასრულებს მის დავალებას. და შეიძლება იყოს ხარაზიშვილი, ბუნებრივია. ამის დაშვება და ალბათობა რომ ესე იყოს ძალიან ლოგიკური არის. რომ შესაძლოა პირადად ის ცალკე, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით მე რაც ვიცი 8 ადამიანი არის მაღალი თანამდებობის პირი, ამ დეპარტამენტის დირექტორი და მოადგილეები, ვისაც აქვთ ნამუშევარი ბიძინას პირადაცვაში. ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ ეს ადამიანები, რომლებიც ახლა იქ არიან, არ შეუძლია ბიძინას პირდაპირ ტელეფონით გავიდეს კავშირზე და დაურეკოს საკონკრეტული დავალება მისცეს? რატომ არ არის ნახეთ ასევე აქციების მიმდინარეობისას, რომ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვთ, ხო? ხარაზიშვილმა მოიღო ეს რომ მოვიდა. რამდენად არის ეს კანონიერი? ხო, ნუ ახლა რო კითხო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამაზე პასუხს გაგცემს ბოდოას საწერია, მაგრამ იდენტიფიცირება რომ უნდა ხდებოდეს მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით.
ანუ იცით როგორ არის 2021 წელი იყო ზუსტად როცა ხარაზიშვილმა ჩაიბარა დეპარტამენტი და 2021 წლის გაზაფხულიდან ანუ რობოკოპებზე, ჩაფხუტებზე, განმასხვავებელ ნიშნებზე, ეგრეთ წოდებულ რობოკოპებს ასეც იძახიან, ყველგან იყო ეს ნიშნები. ყველას მოახსნევინა. იმიტომ რომ არ მოხდეს შემდგომში ამ ხალხის დაიდენტიფიცირება, იმიტომ რომ როდესაც ხდებოდა რაღაც მსგავსი აქციები, ხო? მაგალითად მახსოვს ლომჯარია როცა იყო სახალხო დამცველი ლონდა თოლორაია როცა იყო სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის მაგვარი სამსახური ხო იყო მანდ ანუ რო ითხოვდნენ ანუ ვალდებულება ქონდა იმიტომ რომ კადრში ჩანდა კონკრეტული პირი კონკრეტული თვითონ სამინისტრო შეუძლია ახლა რაიმე ტიპის იდენტიფიცირება არ არის ხშირ შემთხვევაში სამინისტროც რო უნდა გაერკვეს აი დაუშვათ ვინ არის თვითონ სამინისტროშიც ვერ გებულობენ მოხოთ გულწრფელად ანუ უყურებენ კადრებს იმიტომ რომ ყველას ნიღაბი უკეთია აი ადრე თქვი და მე ამას მოყვა რეაქცია ანუ ნიღაბი ანუ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების გარდა და მეორეს მხრივ უკვე რობოკოპების გარდა ნიღაბი წესით არავის არ სჭირდება, არავის არ უნდა ეკეთოს. ნუ სად წერია ეს და როგორ წერია ეს ამათმა შექმნეს, როგორც უნდა ისე ჭრიან და კერავენ კანონებს, ხო? ანუ ადგებიან ჩაწერენ მაგასაც, მაგრამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომლის ვალდებულება და მოვალეობა არის ანუ აქცია არის ორ ნაწილად გაყოფილი, როცა მშვიდობიანი არის და როცა უკვე დემონსტრაცია გადადის ძალისმიერ მეთოდებში. როცა უკვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ერთვება. ანუ გედედე რო ერთვება ამოცანაში, ეს ხალხი ყველანი უკან გადადის, ხვდებით? ანუ ამ ხალხს არ უნდა უწევდეთ შეხება მოქალაქეებთან. მაგრამ ამათაც რატო გაუკეთეს ნიღაბი? იმიტომ რომ ცალკეული გადასტომები, რომლებიც ხდება და უკვე ცალკეული აღარ არის, ამას უკვე სისტემური ხასიათი მიიღო, ანუ ამ ხალხის იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. ჩვენ ნახეთ ნაცემი 300-ზე მეტი ადამიანი, ახლა უკვე კიდევ უფრო მეტი ადამიანი ვნახეთ ნაცემი ამ გასულ დღეებში და დეკემბერში. მიზანი თქვენი აზრით რა არის ამ ძალადობის? დაშინება. სამოქალაქო საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვა, შიშის დათესვა. ერთადერთი მოტივი ამისი არის ეს. მე დარწმუნებით გეუბნებით, შიდა საუბრებში როგორ არის, რომ ანუ უნდათ რომ გატეხონ ეს აქცია, საზოგადოება შეაშინონ, საზოგადოება დააშინონ, ყველას დაგიჭერთ, ყველას მოგერევით, ყველას გცემთ, იმიტომ რომ აი ადამიანი რომელიც არის ჩვენ ხო გვინდა, ანუ მე დარწმუნებული ვარ, მათ ამომრჩევლებსაც სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება ხო უნდათ, სადაც აი სამართალი არის უზენაესი, ხო და ყველას თანაბრად ყველასთვის თანაბარი იქნება. კარგით ადამიანი არის დამნაშავე და აქციაზე დაარღვია კანონი. და დაიდენტიფიცირდა და დააკავეს. ხელბორკილი ადევს იმ ადამიანს. აი თვითმიზანი რომ მე იმ ადამიანს ან პოლიციის განყოფილებაში, ან მიკროავტობუსებში, ან თვითონ პოლიციის მანქანებში, ან შესაბამის ლოკაციებზე დროებით სადაც გადაყავთ. სიკვდილამდე უსწორდებიან იმ ადამიანებს. გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებენ. ანუ ამცირებენ იმ ადამიანებს და მე ამის ვიდეოებს იღებენ. უბედურება ეს არის. ამ ადამიანებს აშინებენ, რომ აი ამ ვიდეოს გამოგიქვეყნებ, იმებს გაუგზავნი, ამას გაუგზავნი, რატომ რომ ეს ადამიანი მე რო დაბრუნდება იყოს დემორალიზირებული. იმ ადამიანს ერთის ხრი თვითონ აღარ გაუჩნდეს სურვილი აქციაზე დაბრუნდეს და მე იმ ადამიანმა ის შიში თავის გარემოცვაში დათესოს. და ამით ნერნელა მოკლა, მაგრამ სამწუხაროდ, მათ და სამწუხაროდ და საზოგადოების საბედნიეროდ ჯერჯერობით ეს მუხტი ვერ მოკლეს და ვერ ჩააქრეს, იმიტომ რომ მუხტი ხო არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიიდან წამოსული, ხო? ანუ დღეს რაც ქვეყანაში ხდება, ეს ხო არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესი. აქ საზოგადოებამ გაიაზრა, რომ როგორც ქვეყანას სამშობლოს ამას კარგავენ. აქ აღარ არის საკითხი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი მივალთ, აღარ მივალთ. ანუ ქვეყანას კარგავთ, ხვდებით? ანუ ქვეყანა გადადის დემოკრატიული პროცესებიდან ავტორიტარიზმში და უზურპაციას ახდენენ მთელი სახელმწიფოსას. რაც შეეხება ვერტიკალს, თქვენ დატოვეთ თანამდებობა ნოემბრის და დეკემბრის აქციების შემდეგ. რამდენად მყარია ვერტიკალი? თუ არის სტრუქტურის შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს მსგავსად უკმაყოფილონი არიან იმით, რაც ხდება? კი, მე დარწმუნებით შემიძლია გითხრა, ძალიან ბევრი არის ზოგადად სისტემაში, სამინისტროში. იმიტომ რომ საბედნიეროდ არიან ადამიანები, რომლებიც
ღირებულებები გააჩნიათ, ფასეულობები აქვთ და ხვდებიან რა გარემოში უწევთ ცხოვრება. უბრალოდ ამ ადამიანების მიმართ იცით რა არის, საქართველოს ძალიან პატარა ქვეყანა არის და ანუ ცდილობენ ერთის მხრივ ან ამ ადამიანების აი მაგალითად ჩემი ძმა გაანთავისუფლეს რამოდენიმე დღის სამსახურიდან, ხო? ესე შეიძლება ვიღაცებს უთხრან, რომ აი ყველას ოჯახის წევრებს სამსახურიდან გაგანთავისუფლებთ, ან დაემუქრონ ოჯახის წევრებით. არის ყველაზე ესეთი მე რაც ვიცი დადასტურებულად, მე რო წამოვედი ჩემამდე და მაგ პერიოდში ცდელობა იყო და უნდათ რაღაც გარკვეულ თანამშრომლების რაოდენობა სამსახურიდან წამოსვლა. პატაკებზე ვიზირება არ გაუკეთეს. ანუ თუ ვიზირებას არ გაუკეთებენ, ხო ხელს ვერ მოაწყვეტენ, ხო ელექტრონული არის ეს ყველაფერი. და მე ცალკეული დაბარება ამ თანამშრომლების დაშინება, ანუ ვინ აშინებს ამ თანამშრომლებს? თავიანთ ხელმძღვანელები. ანუ შენ თუ სამსახურს დატოვებ და წახვალ, იმიტომ რომ მე მითხრეს მაგალითად რა, გადაიაროსო რა ამ აქციებმაო, თუ ესე გინდა ძალიან წასვლაო, გადაიაროსო, ჩაქრესო, ვითარებაო და მერე წადიო რა პრობლემა არისო, ვინ დაგაკავებსო. დარწმუნებული ვარ იმ ხალხს, ანუ ყველას ეხლა მიმდინარეობს ამ ადამიანების იდენტიფიცირება, გამოკვლევა, იმიტომ რომ ადრე ვთქვი, იცით როგორ არის, ჯგუფები, რომლებიც უნდა მუშაობდეს, აი მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უნდა მუშაობდეს საქართველოში რუსული გავლენების გამოვლენაზე, ხო? ჩვენი შიდა სისტემა ანალიტიკა უნდა აკეთებდეს რაღაც საკითხების შესწავლას. ანუ ეს ხალხი ზის და უყურებს სოციალურ ქსელს, უსმენენ, ყავთ ესე ეგრეთ წოდებული ჩამშვებები, რომლებიც ინფორმატორები, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მეტად დაფასებული სამინისტროში არიან ჩამშვებები. ანუ ენის მიმტანები, ხვდები, რომლებიც უკანა თათებზე დგანან დირექტორის კაბინეტებში და ყველაფერზე წამსვლელები არიან და ამ ინფორმაციების აკუმულირებას ახდენენ და თუ ამათ ეს უზურპაცია და ეს დიქტატურა გაამყარეს საქართველოში, ყველა თანამშრომლემდე მივლენ აბსოლუტურად. ყველა საკითხად გამოუშვებენ სამსახურიდან. მხოლოდ იმიტომ შეიძლება ფაქტები არ ქონდეთ და ვერანაირი ფაქტი ვერ დაუდონ, მაგრამ ეჭვის ნიადაგზე, ანუ ჩათვალო, რომ გონევრული ეჭვი მაქვს, რომ შენ შესაძლოა ჩემი მხარდამჭერი არ იყო, იმიტომ რომ სამინისტროში დღეს სამინისტრო არის ჩვეულებრივი პარტია. ანუ თუ ქართული ოცნება არ მოგწონს, სამინისტროში ვერ იმუშავებ. და ხო, ამ კითხვაც ამაში იყო, რამდენად ფიქრობთ თქვენ, რომ შეიძლება შიგნიდან ყევები ვიხილოთ? გამორიცხული არაფერი არ არის, უბრალოდ ჩემი აზრით რა არის, იცით, ანუ ბევრჯერ ვთქვი და აი აქაც შემიძლია გითხრათ, რომ მე ვერავის ვერაფერს ვერ მოუწოდებ, ანუ ხვდები, რომ აი რაღაცა აი შენ ეს გააკეთე. ერთადერთი მე რაც შემიძლია ადამიანს მოუწოდო, ეს არის, რომ ყველა ფორმის ქვეშ მყოფ ადამიანს ფიცი აქვს დადებული, რომ ემსახუროს სამშობლოს და დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქეების შვიდობა და უსაფრთხოება. და იმ ადამიანებს, ვისაც ანალიზის უნარი მაინც შერჩენია, ცუდისა და კარგის გარჩევა, მტერისა და მოყვარის, ხო? ის ადამიანი თვითონ უნდა მიხვდეს რა მდგომარეობაში არის და გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. მაგრამ არის შესაძლებლობა კი, იმიტომ რომ ვეღარ გაუძლონ ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ უმრავლესობას ეხლა დღეს რითაც იკავებენ, ეს არის ეგრეთ წოდებული პრემიები. ზოგ შემთხვევაში შავი ფულის ტრიალებს, ანუ ქეშათაც აძლევენ ზოგზე და ეს პრემიებიც რანჟირებული არის, ანუ ყველას თავისიანებზე სხვა თანხები არის, დანარჩენებზე სხვა თანხები არის და ანუ ამ ეტაპზე ეხლა ამით ცდილობენ, ხვდებით და ვინ გასცემს ამ პრემიებს? სამინისტროდან კი და მჯერა, აი გულწრფელად მჯერა, რომ ფულზე ეს ხალხი სამშობლოს არ გაყიდეს და გაიაზრებს. მე მაინდამაინც რო წამოვიდეს სისტემიდან, ანუ იცით რა არის, ანუ სისტემიდან წამოსვლას არ არის რაღაცა, ხვდები, ანუ ერთის მხრივ ჩემთვის, მაგრამ მეორეს მხრივ იქ ხო ვიღაცა უნდა იყოს ღირსეული, დარჩეს, ვინ დაუშვათ, იქ მაინც ეტყვის, რომ სწორად გავაკეთოთ, სწორად მოვიქცეთ, ან თუნდაც თუ თავად არიღებენ გადაწყვეტილებას, ამას რა მნიშვნელობა ექნება? ხო, იცით რა არის, ცოტა რთული საკითხი არის ეს და ის რომ სისტემა რყევა, ანუ შეიძლება რყევები დაიწყოს, ხო? ერთადერთი მოლოდინი ჩემი არის ის, რომ დაიწყონ უკვე არა მაღალი რგოლის, არამედ საშუალო მენეჯმენტის რგოლის დასანქცირების პროცესების და ეს მარტო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი არა, როგორც დაუშვათ ეხლა ევროპის სამყარო ქვეყნები აკეთებენ, იმათაც შეეხოთ და
ეს თუ გაიაზრეს მათ, რომ შეიძლება მათთანაც მივიდეს ეს პროცესი? არის რაიმე არაფორმალური ჯგუფები, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს გარკვეული დაჯგუფებები, რომლებიც ასევე ნახეთ დეკემბრის პროტესტის დროს შედიოდნენ დაპირისპირებაში დემონსტრანტებთან ცემის ფაქტები. თქვენს უწყებაში თუ იყო რაიმე ტიპის არაფორმალური დაჯგუფება? უწყებაში არ არის, ან მასთან დაკავშირებული? კი, არიან, უბრალოდ ესე მე ხელს ვერ დავადებ კონკრეტულ პირებს და უშუალოდ ვინ მართავენ ამ პროცესებს, მაგრამ დაახლოებით შეიძლება 500 კაცამდე ყავდეთ ესეთი ყოფილი სპორტსმენები, უშუალოდ სხვადასხვა IP-ებში გაფორმებული თანამშრომლები, დაცვის კომპანიებში, უმრავლესი დაცვის კომპანიები, მათი არის დაცვის კომპანიებში, რომლებსაც გამოყავთ კონკრეტულ თანხის ანაცვლოდ, კონკრეტულ დღეზე, დღიური თანხები არის და აი ეს ვიწრო ქუჩებში მოქალაქეებს ვინც დასდევდა, ხო? ანუ ყველა ეგ არაფორმალური დაჯგუფება არის, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არც ერთი არ იყვნენ. ჟურნალისტებზე თავდასხმები, ცალკეულ ახალგაზრდების დაჭერები. რუსთაველის გამზირზე კი არა, რუსთაველის პარალელურ ქუჩებზე. ესენი არც ერთ უბრალოდ სამწუხარო ის არის, რომ ბევრს ეცვა პოლიციის ქურთუგები. როდესაც საქმე აქციის დარბევას ეხება, ნუ წყლის ჭავლი იქნება თუ სხვა გაზი მათ შორის, გარკვეულწილად მიღებული გზა არის დარბევის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არის მიზანშეწონილობა, საქართველოს თბილისის პროტესტის შემთხვევაში, როდის როგორ იდგა. მაგრამ კიდევ ერთხელ გამიმეორებ, ანუ როდესაც საქმე ძალადობის ფაქტებს ეხება, იქ დავალებას ვინ გასცემს? ვინ ამბობს, ვინ აძლევს უფლებას, აძლევს კი უფლებას თუ ინდივიდუალურია ეს ყველაფერი და ადგილზე უკვე უკავშირდება გადაცდომებს და არა პოლიტიკურ დავალებას, რომ ცემონ დემონსტრანტები, ცემონ დაკავებული ადამიანები. აი ოპერატიულ დონეზე დავალებას გასცემს მინისტრის მოადგილეები. ტაქტიკურ დონეზე დავალებას გასცემენ დეპარტამენტის ხელმძღვანელები. შესაბამისად, ანუ ის რასაც ჩვენ უყურებთ, ძალადობა იქნება, ცემის ფაქტები იქნება თუ ასე შემდეგ. უკვე მოდის ტაქტიკური დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები. ანუ ამას კონკრეტ მინისტრი და მინისტრის მოადგილე ვერ გასცემს კონკრეტულ დავალებას, ის დაუშვათ ცემი ან ასე შემდეგ, ხდებით? ანუ იქ გაიცემა ზოგადი ბრძანებები, რომ ესე გააკეთეთ. რეალურად როგორ არის? ანუ რეალურად პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხო შემდგომ უკვე თავისთავად პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არა მარტო პოლიტიკური, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დგას ყველასი იქ ვერტიკალში დაწყებული მინისტრიდან დამთავრებული რიგითი თანამშრომლის დონეზე, ვინც უშუალოდ ის განახორციელა. ანუ ეხლა ის ადამიანი, რომ მე იცი რა თქვას, რომ მე რა ვქნა, აი ესეთი ბრძანება მქონდა, რომ ჩამერტყა, ანუ ესეთი ბრძანება, რომ გეუნება, რომ ჩაარტყი და ანუ ესე არ არის, ანუ დააკავე, გამოიყვანე, შეგიძლია რომ გამოიყვანო. ურტყავენ იმისი, ასე თქვათ, ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირები, თორე უმრავლესობა იქ არ ურტყავს იმ მოქალაქეებს. ძალიან ბევრი კადრი მაქვს ნანახი, მათ შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, როგორ გაყავთ დაკავებულები, რომ ამ ცხოველებმა არ ჩაწიხლონ. რაც შეეხება სანქციებს, რა როლი თქვენ ფიქრობთ ექნება ამ სანქციებს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დააწესა, მათ შორის ხარებაშვილის წინააღმდეგ, ექნება კი რაიმე შედეგი? შედეგი აქვს უკვე, იმიტომ რომ ეს გარეთ იძახიან. საზოგადოებას ატყუებენ, რომ სამშობლოს გულისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან და არ ადარდებთ, მაგრამ შიგნით ძალიან განიცდიან, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოთ, ეხლა ძალიან ბევრი გადამალული კომპანიები აქვთ, სხვადასხვა ადამიანებზე გაფორმებული, თანხები აქვთ უამრავი, რომელსაც არ ადეკლარირებენ და არ აჩენენ. და თავისთავად პრობლემა არის მარტო მოგზაურობაზე ხო არ არის და ქვეყნის დატოვებაზე, ანუ ამ თანხებით მოუწევთ ენითითის დასვენება და ფულის ისე დათვლა, ხო და ეს ძალიან დიდი დისკომფორტი არის მათთვის. რაც შეეხება ბოლოსკენ წავალთ და რუსულ გავლენებზე უნდა გკითხოთ. საქართველოში არ გვინახავს დაკავებული რუსეთის ჩაშუში, უკვე იქნება ალბათ 12 წელი მაინც. და ვიცით რომ გარკვეულ სტრუქტურებში და ასე შემდეგ სხვა კვლევების მიხედვით რუსული გავლენები გაძლიერდა და რუსეთს აქვს გარკვეული თავისუფალი წვდომა ბევრ სახელმწიფო უწყებაზე იქნება თუ სხვა სტრუქტურაზე. თქვენს უწყებაში რა ვითარება იყო ამ კუთხით? ამათი ლუსტრირება მოხდა 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ. რუსეთ-უკრაინის ომი რო არ ყოფილიყო,
შესაძლოა დღეს საქართველოში საერთოდ არ ყოფილიყო აქციები. ეს არჩევნები ისე ოცნებას მოეგო და ხალხი ისე მშვიდად და ბედნიერად შეხვედროდა ამ პროცესებს. ანუ რუსეთ-უკრაინის ომმა რაღაც ძალიან ბევრი პროცესები დააჩქარა ამათთვის, ამათ და საუბედუროდ. და აი როგორ გითხრათ, აი რუსული გავლენა მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის პროცესს როცა განიხილავენ და გულშემატკივრობენ რუსეთის ტექნოლოგიებს, რუსეთის ბალისტიკურ რაკეტებს, აკნინებენ ნატოს შეიარაღებას, აკნინებენ ევროპის და ამერიკის როლს. მეტი მზომი და ინდიკატორი რა არის, რომ დაუშვათ. მაგრამ პირდაპირ არ ყოფილა რა იმ შემთხვევა, სადაც აი შეიძლება დაუკავშიროთ გარკვეულწილად იმას თუ რას აკეთებს მოსკოვი საქართველოში. შეხედულობითი ერთია, მე ვამბობ, დავალებების იქნება თუ სტრუქტურის დონეზე. ეს უკვე არის ძალიან, ასე ვთქვათ, ფართო და სტრატეგიული საკითხი, ხვდებით, ანუ რუსეთის გავლენების, ანუ რუსეთის და მათ შორის დიდი სახელმწიფოები, მათ შორის რუსეთი ერთწლიანი გეგმებით ხო არ მოქმედებენ, იმათ აქვთ 4-5 10 წლიანი გეგმები, ხო? ანუ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთს დოქტრინაში რა უწერია? რომ არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, არ მოხდეს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოში იყოს მუდმივი რყევები, საქართველოში იყოს მუდმივი დესტაბილიზაცია და თუ კი ეს 4 ძირითადი მიმართულება საქართველოში შესრულდება, რუსეთის ამოცანა შესრულებული არის. ხო, ანუ რუსეთი ფიზიკურად აქ ტანკებს არ შემოიყვანს, თუ ეს 4 შესრულდა. რომელი არ არის შესრულებული? ყველა შესრულებული არის. ანუ ამით თუ ვიმსჯელებ თქვენ უწყებაში ეს ჩვენი შეხება რო გქონოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება თუ თავდაცვის სამინისტრო, ანუ მე იცი როგორ შემიძლია ეს განმარტო, რომ აი მაგალითად სამინისტრო რას აკეთებს თავდაცვის უნარიანობის გაზრდის კუთხით. ანუ ის რომ გაზარდოს საბრძოლო მსატყოფნის დონე. რა აკეთებს გაზარდოს, ანუ მთელი ასე ვთქვათ შეიარაღების და აღჭურვილობის განახლება ბოლო პერიოდში რაც მოხდა მხოლოდ მასების მართვის მიმართულებით და სამოქალაქო წესრიგის დაცვის კუთხით, ხო? ანუ წყლის ჭაულის მანქანები იქნება ახალი დასავლური პროგრამის შედეგად იყო ძირთად, ხო? შეერთებული შტატების და ევროკავშირის დაფინანსებული იყო. თუ ეს არასწორი წყლის ჭაული არა, წყლის ჭაულის მანქანები ამათმა გადაუდებელი აუცილებლობით იყიდეს. მათ შორის რობოკოპები და წრთუნები და აღჭურვილობა 90% იყო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ქვეყნები დაფინანსებული. პროგრამები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რო სტრატეგიული თანამშრომლობა გააჩერა საქართველოსთან, უხაროდათ სამინისტროში. არა მარტო სამინისტროში, ხო გეუბნებით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა ოფიცერმა უბრალოდ დაწერა უწყინარი პოსტი დაწერა, სადაც უბრალოდ განმარტა რა ნეგატიური შედეგები მოყვება ამას ქვეყნისთვის. ანუ ვინმე კი არ დაუშვათ განკიცხა, უბრალოდ ახსნა შინაარსობრივად. და ამაზე ანუ ეს პოსტი მქონია მოწონებული და რომ მოდიოდი ეს მითხრესო შენო მაგ პიროვნებასო პოსტებს უწონებდიო, ხვდებით? ანუ ის რა დაკარგა ქვეყანამ, იმაზე კი არ გააკეთეს აქცენტი. ანუ საზოგადოებაში აი წეგან თავიდან დაიწყეთ თქვენ რა კობახიძეზე. ნუ ეს დიდი არაფერია. ანუ ამას დიდი არაფერია, რა არაფერი, ანუ რო ავიღოთ ეხლა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების როლი 90-იანი წლებიდან რა არის დღემდე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარების კუთხით, ისე სამოქალაქო საზოგადოების განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ვინ გააკეთა ეს, რითი ვდგავართ ფეხზე? ანუ ამ ხალხის დახმარებით ვდგავართ, ხო? 4 მილიარდზე მეტია ინვესტიცია. თქვენ პირად უსაფრთხოებასაც შეეხება შეერთებულ შტატებში ხართ, ვინმე ხომ არ გემუქრებათ? ეხლა აღარ არის აქ, მაგრამ იყო მცდელობები, კი. არ გამოურიცხავ, ვიცით რა არის ეხლა? ესენი იმდენად, ასე ვთქვათ, არ არიან მიჩვეული და შიდა სამზარეულოში იმდენად ეხლა გაღიზიანებას გამოიწვევს მათში. ჩემი ეს ასე ვთქვათ მათი მხრიდან, ანუ მე სისტემის მიმართ, მე სისტემას არასდროს არ დავპირისპირებ, ანუ არც სისტემას და არც ცალკეულ თანამშრომლებს. ანუ აქ არის საუბარი იმ მახინჯი მიდგომების, რასაც დღეს სამინისტრო აკეთებს, ხო? ანუ ამას ვემიჯნები და ამას ვამხელ, რომ ეს ესე არ უნდა იყოს.
ანუ ჩვენ ხომ უნდა ხვალე გავაგრძელოთ, ანუ ხვალ რო დასრულდეს პროცესები, ჩვენ ხომ უნდა ცხოვრება გავაგრძელოთ, ამ სისტემამ ხომ უნდა იფუნქციონიროს. ის თანამშრომლები, ვინც დღეს არიან სისტემაში, ხომ უნდა გააგრძელონ მუშაობა. და ამათი როლი და იმიჯი იმდენად არის მომსპარი და შელახული ამ ცალკეული ვიგინდარების გამო, რომ ეს ტალახი მათაც ხვდებათ და ამათ ესენი რო წავლენ, იმდენი აქვთ ნაშოვნი, რომ შეიძლება ფეხი ფეხზე გადადებული თაობებს ეყოთ, ხვდებით და ისინი რას იზამენ ხვალ, ანუ იმით შელახულები გააგრძელებენ ისევე მათხოვრულ ხელფასზე მუშაობას. ანუ აქ არის საუბარი, რომ ჩემი ყოველთვის ეს იყო, ხვდები, რომ ჩემ თაობას რო რამე ეშველება, ამის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ მაქვს იცი ისი მოლოდინი, რომ ჩვენმა თაობა კარგი პლატფორმის შეუქმნათ ჩვენი შვილების თაობას. მადლობა დიდი. პირიქით, მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის.